ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის, იმიტომ რომ თბილისში დაიმახსოვროს ყველა ურწმუნო თომას სოსნობმა, რომელიც ჩვენ გვაკრიტიკებს, რომ გაიხსნა თუ არ ჩავთვლით ერთ უნივერმაგს თურქეთში, დანარჩენ კონტინენტურ ევროპაში ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი. და ეს გავაკეთეთ ჩვენ ქართველებმა, რა თქმა უნდა, ინვესტორებთან ერთად. ჩვენ ვაშენებთ ქალაქებს, რომელთაც ბადალი არ აყავთ ევროპაში და მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენ ვქვნით სავაჭრო ცენტრს, რომელიც არის კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აქეთ ნაწილს კონტინენტურ ევროპაში ყველაზე დიდი. ჩვენ ვქვნით ახალ ტექნოლოგიებსაც, მათ შორის რაც წარმოუდგენელი იყო რამდენიმე წლის წინ. საქართველოს ეკონომიკა ვითარდება უფრო ჩქარი ტემპით ვიდრე რეგიონის ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკა. ჩვენი საკრედიტო რეიტინგი იმ პირობებში, როცა ამერიკის, საფრანგეთის, იტალიის, აღარ ვლაპარაკობ საბერძნეთზე, მაგრამ ბევრი სხვა ქვეყნის საკრედიტო რეიტინგი მცირდება, საქართველოს საკრედიტო რეიტინგი იზრდება, ესე იგი საინვესტიციო გარემო საქართველოში უმჯობესდება. და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მე ამას არავის არ ვახარბებ, იმიტომ რომ ჩვენი ხალხი ჯერ კიდევ ძალიან გაჭირვებულია. ჩვენ ადამიანებს ჯერ კიდევ დასაქმება ჭირდებათ, მაგრამ ერთადერთი გზა უკეთესი მომავლისკენ, დასაქმებისკენ, სიტუაციის გაუმჯობესებისკენ, თითოეული ოჯახის მეტი შემოსავლისკენ გადის ინვესტიციებზე, საკრედიტო რეიტინგზე, სტაბილურობაზე, რეფორმებზე, არაკორუმპირებულ გარემოზე, კრიმინალის არქონაზე. ერთ სიტყვით, ყველაფერი იმაზე, რითაც ჩვენ ვარდების რევოლუციის შედეგად და შემდგომ პერიოდში ცვლილებებით და უკეთესობისკენ სვლით ყველანი ერთად ვამაყობთ. და ამ დღეებში გადის ტელევიზიით გამონათქვამი ნატოს გენერალური მდივნის, გაეროს ბავშვთა ფონდის და ეს არ არის ის, რაც ჩვენ გვინდა რომ დავწეროთ და ვთქვათ. ჩვენ ხშირად ვეკამათებთ ამ საერთაშორისო ორგანიზაციებს, საკმარისად არ ხედავთ, საკმარისად არ აფასებთ. და ისინი დღესაც უფრო კრიტიკულები არიან, ვიდრე მე ვისურვებდი. მაგრამ მათაც დაინახეს და მათაც დააფასეს. და ჩვენი ხალხი არის ძალიან დამნახავი ხალხი. მე ხშირად გამიგონია, როცა ადამიანებს რაღაცა მოწოთ, აი დაუნახავება, ტყუილია ეს. დაუნახავები არიან ისინი, ვისაც არ უნდა დაინახონ. ზოგიერთი პოლიტიკოსი, ზოგიერთი ვაი ჟურნალისტი, ზოგიერთი უბრალოდ ცხოვრება რომ არ უნდა რომ უკეთესობისკენ წავიდეს ასეთი პოლიტიზირებული ელემენტი, ძირითადად აბა ნორმალური ადამიანს ეს არ დაემართება ნამდვილად. საუბარი არის იმაზე, რომ ჩვენი ხალხი ქმნის ყველაფერ ამას, ჩვენი ხალხი ხედავს პროგრესს და ჩვენი ხალხი ითხოვს ბევრად უფრო მეტს. ეს რა თქმა უნდა ასეა. თბილისისთვის ეს ცენტრი არის არა მხოლოდ თბილისისთვის მნიშვნელოვანი წინსვლა და ეს გაიხსნება რეალურად მაღაზიები, ყველაფერი, რასაც ხედავთ, სოფლიოს საუკეთესო ბრენდები შემოვლენ აქ სადღაც თებერვალი-მარტის თვიდან, თუმცა შენობობა დასრულებულია. აქვე იქნება გვერდზე 2-30 სართულიანი ასევე ცათამბჯენი. მაგრამ ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ხდებით სავაჭრო და ეკონომიკური ცენტრი რეგიონის. ის რაც არის სინგაპური თავის რეგიონში, ის რაც არის დუბაი თავის რეგიონში. ეს ხდება საქართველოს კასპიის ზღვისთვის, ცენტრალური აზიის, შუა აზიის ქვეყნებისთვის. ეს ხდებით ჩვენ სამხრეთ რუსეთისთვის, უკრაინისთვის, სომხეთისთვის, აზერბაიჯანისთვის. ის რომ ამ ხელა ფული ჩაიდო აქ, ეს ნიშნავს, რომ ამ ინვესტორებს ჯერათ, რომ საქართველოში არ არის კორუფცია, არის კარგი საინვესტიციო გარემო, რომ აქ ჩამოვა ძალიან ბევრი ტურისტი, რომ ქართველები გამდიდდებიან, ეს არის მთავარი. რომ ქართველებს ექნებათ მეტი ფული, რომ აქ იარონ და ამ ყველაფერში, რასაც იტყვიან ხოლმე იშოპინგო. ამიტომ ჩვენთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი და წინ გადადგმული ნაბიჯი. მაგრამ მეორე, რაზე დღეს ჩვენ შევიკრიფეთ გიგისთან ერთად. ჩვენ ვაცხადებთ თბილისის ახალი რაიონის მშენებლობას. დღეს ჩვენ ვაცხადებთ ახალს, ბევრად უფრო ამბიციურ პროექტს. ეს არის რამდენიმე ასეულ ჰექტარზე დიღმის ეგრეთ წოდებული ჭალების თბილისის ახალი რაიონის, ახალი თბილისის შენობა. ჩვენ გვაქვს ძველი თბილისი, რომელსაც ახალი სიცოცხლე ჩაბერა მერის მიერ გაკეთებულმა ახალ პროგრამამ, ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე და ძველ თბილისს უბრუნდება ახალი სიცოცხლე, კიდევ აქვს სამუშაო, მაგრამ უდავოდ უბრუნდება. და ჩვენ ახლა ვქნით უკვე ახალი თბილისს, ასევე თბილისის უკეთესი მომავლისთვის. ეს იმიტომ კი არ არის, რომ თბილისი უნდა გავზარდოთ. თბილისის გაზდა არ არის ჩვენი თვითმიზანი. მაგრამ
ევროპული შუალედი არის ერთ სულ მოსახლეზე 30 კვადრატული მეტრი. თბილისში დღეს არის 15 კვადრატული მეტრი ერთ ადამიანზე საცხოვრებელი ფართია. ჩვენ უნდა გავფართოვდეთ. თითეული ქართველი ოჯახი უნდა გაფართოვდეს. თითოეულ ქართულ ოჯახს უნდა ქონდეს შესაძლებლობა ახალი ბინა შეიძინოს, ახალ კორპუსში გადასახდეს, ახალ გარემოში გაზარდოს თავის შვილები და გაატაროს თავის ცხოვრება. ამიტომ აქ ჩვენ შემოვიყვანთ ინფრასტრუქტურას, აქ ჩვენ შემოვიყვანთ მეტროპოლიტენს, მეტრო მოყოლია მდინარის მეორე მხარეს, დაუკავშირდება აქედან მხარეს ის ხიდით. აქ ჩვენ გამოვიყვანთ გზებს, აქ ჩვენ გავამაგრებთ ტყვის სანაპიროს და რა თქმა უნდა მტკვარი აქ არის ყველაზე სუფთა თბილისში. ერთ სიტყვით ეს არის მართლაც თბილისისთვის ისტორიული მომენტი, როცა იქნება თბილისის ახალი უბნები. როგორც თავის დროზე იქნებოდა ახალი უბნები საბურთალოში, ახალი უბნები ვაკეში, ახალი უბანი გლდანში, ახალი უბანი ვარკეთეში და ვაზისუბანში, ეს იქნება უფრო მასშტაბური ვიდრე ნებისმიერ რამე, რაც როდესმე შექმნილა მანამდე თბილისში რომელიმე ეპოქის მიერ. ეს იწყება 2011 წელს, ეს გაგრძელდება და საბოლოო ფორმას მიიღებს ჩვენი მოდერნიზაციის პროგრამით, არა 10 და 20 წელიწადში, 2015 წელს ძირითადი კონტურები ამ ახალი რაიონის იქნება უკვე ადგილზე. ამიტომ ჩვენ ვლაპარაკობთ არა შორეულ მომავალზე, არამედ თბილისის ხვალიდელ დღეზე. ჩვენი პროგრამა ყოველთვის იყო, რომ ჩვენ უნდა ვიამაყოთ ჩვენი თბილისი, ჩვენი ქალაქი. ჩემ ბავშვობიდან თავარი мотиваცია პირად მე და ალბათ თქვენგანისთვის ნაცნობი ეს გზობა არის სიამაყის განცდა იმისა, საიდანაც უნდა ჩამოსულიყავი, მიხარო და უკან ჩამოსვლა, რა მაგარი ადგილიდან უნდა ჩამოსულიყავი, მიხარო და იმის განცდა, რომ ჩემი ქალაქი რაღაცნაირად ჯობია განსაკუთრებულია, რაღაცა უფრო ლამაზია, რაღაცა უფრო თბილია. 90-იან წლებში ძალიან ბევრ ჩვენგანს ეს გზობა დაეკარგა. ჩვენ გადავჯექით გასკურებზე, ტურბოებზე, სხვადასხვა გენერატორებზე, უგზოობაზე, კრიმინალზე. თბილისის ქუჩები დაიუკრეს გაბურძგულმა უწმინდურმა კრიმინალურმა ელემენტებმა, რომელთა ნებისმიერი ადამიანისთვის შეეძლო შეურაცხყოფის მიყენება, დაჭრა, გაუპატიურება, მოკლა, უკანონობა და განუკითხაობა დაეპატრონა ჩვენ ქალაქს. ეს ყველაფერი შემოაბრუნა ვარდების რევოლუციამ. ვარდების რევოლუციამ დააბრუნა თბილისში შუქი. ვარდების რევოლუციამ პირველად თბილისში მოიტანა ყველაზე დიდი წესრიგი მის ისტორიაში, კრიმინალის თვალსაზრისით. ვარდების რევოლუციამ გააჩინა განცდა პერსპექტივის დის აღშენებლობის და არა მხოლოდ განცდა, არამედ რეალობა ყოველდღიური ჩვენი ცხოვრების. ეს ყველაფერი ემსახურება მხოლოდ ერთ რაღაცას, რომ ის უმუშევრობა, რომელიც ჯერ კიდევ მაღალია ჩვენ ქალაქში, ერთხელ სამუდამოდ მომთავრდეს და ყარად იყოს იმ 10%-იანი ნიშნულის ქვემოთ, რომელსაც ჩვენ გვეგავთ 2015 წლისთვის. ეს ემსახურება იმას, რომ ყველა თბილისას ბავშვს ჰქონდეს კარგი განათლების მიღების საშუალება. ეს ემსახურება იმას, რომ ყველა თბილისელი იყოს დაზღვეული, ან ჰქონდეს საშუალება, რომ იმკურნალოს მაღალი დონის საავადმყოფოში, ამისთვის ბევრი კეთდება ამ წლების განმავლობაში. ეს ნიშნავს იმას, რომ თბილისში ყველგან მივიდეთ კარგი გზით და ყველა უბანი იყოს უფრო მეტად განათებული, ვიდრე პარიზში, ლონდონში და ნიუ-იორკში და კუალა-ლუმპურში. ეს ნიშნავს იმას, რომ თბილისში იყოს ისეთი მათ შორის სავაჭრო ცენტრები, რომ არც არ გვინდოდეს წასვლა, არც ამერიკაში, არც აზიაში, არც დუბაიში. აქ იყოს ეს ყველაფერი. ეს არის მართლა ისეთი რამ, რაც ჩვენ გვინახავს სტამბულში, დუბაიში, ამერიკაში, ნიუ-იორკში, მაგალითად ამ სიდიდის მე პრაქტიკულად არ ვიცი რომელი უნივერსიტეტია და ევროპაში რო არ არის ეს უკვე მოგახსენებთ. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გადავსახლეთ უკეთეს ბინებში, გქონდეს საშუალება, რომ გავფართოვდეთ, გქონდეს საშუალება, რომ ახალგაზრდა ოჯახებს შევუქმნათ პირობები, გქონდეს საშუალება, რომ თითოეულ ჩვენგანს გქონდეს მომავალი. დღეს ბევრმა შეიძლება თქვას, რომ აი რაღაცა არ მოგწონს. არ მოგწონს ამის ფორმა, არ მოგწონს იქ რომელიღაც შენობა, არ მოგწონს რომელიღაც ქანდაკება, მაგრამ არ ჯობია ამაზე იკამათონ და ამაზე გლანძღონ. ვიდრე გამოუვალობის და უპერსპექტივების განცდა იყოს. ძალიან ბევრი კეთდება და ძალიან ბევრს ეს არ მოწონს. მაგრამ ის უფრო მოგწონდა, როცა არაფერი არ კეთდებოდა. ჯობია გვაკრიტიკონ იმაზე, როგორ კეთდება, ვიდრე ყველა მცხვირი ჩამოუშვა და ხელები რომ არაფერი არ კეთდება, როგორც ეს იყო 10 წლების და ზოგჯერ 100 წლების განმავლობაში საქართველოს ისტორიაში. ეხლა არის კეთების დრო და მომავალმა გავაკრიტიკოს იმაზე, რომ ისე ვერ გავაკეთეთ, საკმარისად ვერ გავაკეთეთ, ამაზე უკეთ შეიძლება და ყოველთვის შეიძლება უკეთეს და ამას მე პირველი ვაღიარებ. მაგრამ დღეს არის აღშენებლობის პერიოდი და ამით ყველამ უნდა ვიამაყოთ. ასე რომ ჩემო მეგობრებო, ეს არ ვიცი, რითია განპირობებული თქვი, რომ ქალაქს ყავს პირველად არჩეული მერი თავის ისტორიაში. თუ რაღაცა კლიმატი გამოიცვალა უკეთესობისკენ, მაგრამ შენების
სურნელი ტრიალებს აერში. აი ეს არ არის ჩვენი ზღაპრები. ბათუმზე რომ დავბრუნდი ბროშურებით მე და ხან ვის ვაჩვენებდი, ხან ვიღაცას, მე ვbnebodე რომ ეს ფანტაზიური, ეს გიჟი ყველა საუკეთესო რაც შეიძლება ჩემთვის გამოემატათ, უფრო მეტი ცუდი ეპიტეტებიც გამიგია. დადის და რაღაცებს გვიჩვენებს თავის ფანტაზიებს. ზოგიერთ თქვენ ალბათ არის ნამყოფი ბათუმში. დამაცადეთ ჯობია ზაფხულამდე არ ჩახვიდეთ, იმიტომ ზაფხულამდე კიდე 2-3 საათამდე დავამატებთ იქა. მაგრამ ყველაფერი რაც ქაღალდზე იყო, უფრო ჩქარად ძველდებოდა, ვიდრე ის ბროშურები, ვიდრე შენობები უკვე ჩნდებოდა ადგილზე. ამიტომ ამას რასაც უყურებს, არც უძილო ღამეების ან გიგის სიზმრების ფანტაზია, არც ამ გიჟის რაღაცა გიჟური ნააზრევი. ეს არის ყველაფერი, რაც იქნება 2015 წლამდე. ჩვენ ყველანი ამას მოვესწრებით და ყველანი ამით დავთქვათ.